სალამი ყველას დაუბრუნდით. შერეულ tabzolebs, დაუბრუნდეთ შერეულ tabzolebs. მithumetes რომ მნიშვნელოვანი თარიღი ახლოვდება 4 ოქტომბერი მერაბ დვალიშვილის ტიტულის მორიგი დაცვა. მეტოქე ყავს კორი სენჰეგენი. ჩაუჯექი კორის ბოლო 7 თუ 8 ბრძოლას, დეტალურად დავაკვირდი მის ასე ვთქვათ ბრძოლის სტილს და რაღაც საინტერესო ფაქტორები დავინახე. Ну, მოდი ზოგადად ვთქვათ რომ კორის დავახასიათებ ზოგადად კორის უყვარს დისტანციიდან მუშაობა, ერთეული დარტყმებით შორიდან ძალიან ხშირად ცვლის დგომს, ბევრს მოძრაობს, ორივე მხარეს განზე, ბევრ სრულ მოძრაობას აკეთებს როგორც გითხარით. არ შედის ახლოს დისტანციაში, ახლო, ასე ვთქვათ, არ ხურავს ახლო დისტანციას, უჩვენია დისტანციიდან დარტყმები, მეტოქემ თუ ჩახურა დისტანცია, იქ გამზადებული აქვს ავანტურული მოქმედებები, ეს ფრინავი მუხლი, დაყვი და საჭიროების შემთხვევაში თუ მომენტი დაიჭირა ტეიქდაუნზეც შედის არ ერიდება შესვლას. მოდი ახლა ცალკე გავიაროთ კორის ძლიერი მხარეები და სუსტი მხარეები. ძლიერი მხარეები კონკრეტული რაღაც კომპონენტები მის არსენალში. თავარი ძლიერი მხარე კორის არის მისი ფუტვორკი და მებრძოლის ინტელექტი, ანუ fight IQ. ფუტვორკი მართლა ფანტასტიკური აქვს, ძალიან მაგრად მოძრაობს ოქტაგონზე, აქვს ბრწყინვალე რეფლექსები, ამავე დროს ძალიან სწრაფი კიდურები აქვს, ასე ვთქვათ, თან კიდურები შეიძლება ვთქვათ, ხელებსაც და ფეხებსაც უწყავს ძალიან სწრაფად, არის ბრწყინვალე კიქერი, ერთ-ერთი საუკეთესო. ორივე დგომში ერთნაირად სახიფათოა, ანუ გულისხმობს იმას, რომ ეს არ არის შემთხვევა, როდესაც 20 დგომში გადავიდა მებრძოლი და ვამბობთ, რომ აი მარცხენა ფოტიქი არ დროს საშიშე მარჯვენა დგომში თუ არის, მაშინ კრივი. არა, კორი ერთნაირია ორივე დგომში და ყველანაირი კიდურის სროლა შეუძლია ნებისმიერი დგომიდან. Fight IQ-ზე უკვე თქვი, ძალიან კარგად იხედებს კორი, სხვათა შორის გრეპლინგს და ჭიდაობას. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვით, რომ საუკეთესო გრეპლერია და მით უმეტეს ვერ ვიტყვით, რომ საუკეთესო მოჭიდავია, მაგრამ აი სწორად არევა, ეს IQ-ს დასახურება, ამ ჭიდაობის და გრეპლინგის თავის თამაში ძალიან ხშირად აბას მოაქვს მისთვის გამარჯვება. მე მაგალითად ვთვლი, რომ Rob Fonts მოუგო კორიმ სწორედ ჭიდაობით. იგივე მარლონ ვერასთან და სონგთან, იადონგ სონგთან გამარჯვებებში მნიშვნელოვნად ამ ჭიდაობის არევამ იქონია დიდი მნიშვნელობა, დიდი როლი. ეს რაც შეეხება მის ძლიერ მხარეს, მე მგონი ყველა ჩამოთვალე, ყველა ძირითადი და ხო, რაც თავარია, აქვს ფანტასტიკური, ერთ-ერთი საუკეთესო კი არა, შეიძლება საუკეთესოს არის დივიზიონში ავანტურული დარტყმები. გულისხმობ პირველ რიგში მფრინავ მუხლს, ასევე სპინინგ ბეკ დარტყმებს, როგორც კიკებს, ასევე ფისტებს და იდაყვებს, ტრიალში დარტყმებს და ამ ყველაფერს იდეალურად აკეთებს კორი, როდესაც მეტოქე ხურავს დისტანცია და მეტოქე მიდის მისკენ, ანუ შემხვედრზე აკეთებს ამას კორი ბრწყინვალედ. ეს რაც შეეხება საუკეთესო თვისებებს. ახლა მოდი ვთქვათ სისუსტეები. თავარი სისუსტე ჩემი აზრით კორისთვის არის ის, რომ მისი, ასე ვთქვათ, ხელით დარტყმები არ არის მაინც და მაინც დამაზიანებელი და მით უმეტეს გამტიშავი. გულისხმობ ხელის დარტყმებში, რა თქმა უნდა, გულისხმობ ბუშტებს და არა, დავუშვათ, იდაყვებს. ნუ იდაყვი MMA-ში ხელი დარტყმა იდავს არ ქვია, ბუნებრივია, იდაყვით ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გაითიშოს ან დაზიანდეს მით უმეტეს. ხელით დარტყმები, პანჩები, რასაც ქვია, კორის არ აქვს მაინც და მაინც დამაზიანებელი. ვისაუბრე იმაზე, რომ კორის უყვარს ერთეული დარტყმები, კორის არ უყვარს კომბინაციები და ამიტომაც არის, რომ ის ახლო კრივში არ ჩადება, არ უყვარს მას, გაჩერდება, იმიტომ რომ კომბინაციები თუ არ არის შენი სტიქია, ახლო კრივში არაფერი გესაქმება, ბუნებრივია. და ერთ-ერთი მთავარი მისი მინუსი არა, არის ის, რომ თითოეული ამ ერთეული დარტყმის შემდეგ კორი არის ცოტა მოწყვლადი. აი ამ ეპიზოდში, როდესაც დარტყმას ასრულებს და სანამ ეს კიდური განსაკუთრებით ფეხის შორის დაბრუნდება ადგილზე, კორი არის მოწყვლადი და კორი ამ დროს არ არის სახიფათო, აი ამ დროს თუ მივარდა მას მეტოქე. ამ დროს კორი საკმაოდ მოწყვლადია და ვერ ახერხებს, ასე ვთქვათ, რომ მოამზადოს, ამ დროს ეს ფრინავი მუხლი იქნება თუ რაღაცა, ასე ვთქვათ, შემხვედრით დარტყმა. ამ კონკრეტულ კომპონენტს კიდევ ჩაურვავდები, იმიტომ რომ იყო ამის მაგალითები სხვა კორის სხვა ბრძოლებში. კიდევ რა შეიძლება ვთქვათ კორის სუსტ მხარებზე, ხო, ვერ უძლებს წნეხს. ნუ ვისაუბრე იმაზე, რომ ახლო დისტანციას რო უხურავენ, არ უყვარს კორის და მით უმეტეს კუთხეშია მიწყვეული და ასე განზე თუ ვერ გამოდის, ნუ ეს ძალიან არ უყვარს და ამ დროს ცოტა იბნევა ხოლმე და მაგალითად შეიძლება ჭიდაობა დაიწყოს ისეთ მეტოქესთან და ისეთ როცა არც იყოს საჭირო.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისი ნაკლი არის ის, რომ ბოლო რაუნდებში კორის სენთინგედი იღლება. ოღონდ იღლება არა იმიტომ, რომ კარდიო აქვს ცუდი, არამედ იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მოძრაობს პირველი ბრძოლის დაწყებისთანავე იწყებს ძალიან ბევრ მოძრაობას, მუდმივად მოძრაობს, ვისაუბრე აქ სრულ მოძრაობების დგომისვლა ისuris ბევრ კიკებს, რომელიც ასევე დამღლელია და ბუნებრივია აქედან გამომდინარე ბოლო რაუნდში ისეთი აღარ არის ხოლმე. ყველა ბრძოლაში, რომელიც მივიდა მეხუთე რაუნდამდე, მაინც ბოლო რაუნდებში კორი იყო იმ ბრძოლაში საკუთარი თავის უარესი ვერსია. სხვადასხვა იგივე მარლონ ვერასთან ბრძოლა, რომელიც ცალსაღად მოიგო კორიმ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ერთმა მსაჯმა ვერას მისცა გამარჯვება, ალბათ იყო ის, რომ ბოლო რაუნდში უკვე ვერა აზიანებდა და უკვე ძალიან ფუჭდებოდა. კორის სენთინგენი პრინციპში უკვე ბოლოსკენ უკვე სონგიც საკმაოდ აზიანებდა მას, უბრალოდ იქ სონგს სისხლი არ გაუჩერდა, მსაჯმა რა იქ იმაში ეწყვიტა ბრძოლა და გამარჯვება მიენიჭა კორის სენთინგენს. რას იზავს? ხო, ეს ყველაფერი ბუნებრივია იცის კორიმ და აქედან გამომდინარე, რაც ჩვენ ვისაუბრეთ ხა ცხადი, ისედაც ცხადი იყო, რომ მერაბი რთული მეტოქე იქნება კორისთვის, მაგრამ რაზეც ვისაუბრეთ, იქიდან გამომდინარე, მით უმეტეს ემატება ისიც, რომ სტილისტურადაც საკმაოდ ხერხული მეტოქეა კორისთვის მერაბ დვალიშვილი, იმიტომ რომ კორის თავარი იარაღი არის, ბევრი მოძრაობა, ტემპი, მაღალი ტემპი, ახლა ბევრი მოძრაობა და მაღალი ტემპით რომ ვინმე მერაბ დვალიშვილს აჯობოს, ახლა ეს მე მგონი სასაცილოა. შესაბამისად, კორის ბევრი შანსი ისეც არა აქვს, ფურცელზეც არა აქვს, მათი რანგებიდან გამომდინარე და მით უმეტეს სტილისტურად ძალიან უხერხულია ჩემი აზრით მისთვის მერაბი და შესაბამისად მით უმეტეს უნდა წავიდეს კორი ავანტურაზე. ჩემი აზრით კორის გეგმა იქნება. მე ასე ურჩევდი ყოველ შემთხვევაში მისი კუთხე რო ვიყო, რომ რაც შეიძლება მალე აიძულოს მერაბი, მალე იმიტომ რომ ბოლო რაუნდებში რაც რო გადის მერაბისთვის შანსები კიდევ უფრო იზრდება. მეორე მესამე რაუნდის შემდეგ კორი იქნება შენელებული და უკვე წნეხით შეუძლია მერაბს თავისუფლად განახორციელოს მასზე. საერთოდ მესამე მეოთხე რაუნდებში და უფრო გვიან დაფინიშებად შეიძლება ჩემი აზრით კორის შეიძლება დაფინიშდეს კორი ამის თქმა მინდა, თორე ზოგადად ადვილი დასაფინიშებელი კორი ნამდვილად არ არის. ამიტომ კორიმ რაღაცა ის გააღიზიანოს საწყის ეტაპზევე მერაბ დვალიშვილი, რომ მერაბ ხშირად წავიდეს, წინ ხშირად ჩახუროს დისტანცია, რომ სადღაც ამ დროს უნდა ქონდეს გამზადებული კორის თავისი ავანტურული დარტყმები. შესაბამისად დაიწყებს ძალიან აქტიურად კორის შორიდან, როგორც ბუნებრივია, ბევრი მოძრაობით უწყრეების თქმას დაუწყებს მერაბ, თავად შეეცდება უწყრეები უთხრას მერაბს. კიკები და დგომისცლა და სხვადასხვა ასე ვთქვათ კიდურებით გასროლები შორიდან იქნება აუცილებლად. ეს არ იქნება დამაზიანებელი გასროლები, არ აქვს ასეთები. კორის შორიდან დისტანციაზე კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ ამის მიზეზი ამ დარტყმებისა, მიზანი ამ დარტყმებისა იქნება ის, რომ გააღიზიანოს მერაბ დვალიშვილი და რაღაცნაირად კალაპოიდან ამოაგდოს და დააშვებინოს შეცდომა, ცოტა წინ დაუხედავად წავიდეს მერაბი წინ. მოდი ახლა ვთქვათ, რას ურჩევდი მე მერაბს. მე პირადად მერაბს ურჩევდი, რომ პირიქით თავად იგივე შესთავაზოს, თავად ასე ვთქვათ დისტანციიდან იმუშაოს, არ ზდიოს კორის, არამედ მოუჭრას გზები, მუდმივად აიძულოს, რომ ასე ვთქვათ გადაადგილდეს, ეძებოს გზები, გამოსვლის გზები, გიჟურად არ უნდა მივარდეს მერაბი, სამაგიეროდ კარგად დაიმუშაოს მერაბმა, ჩემი აზრით ლოუ-კიკებით, დგომს ხშირად შეცვლის კორი, მაგრამ მუდმივად, რომელი ფეხით წინ იქნება, მუდმივად წინა ფეხზე უნდა იმუშაოს თავისი ლოუ-კიკებით მერაბმა. და ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეუტიოს მერაბმა. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ დისტანციიდან არავითარ შემთხვევაში შეტევა. შეტევები მერაბისგან აუცილებელია, მით უმეტეს ეს სპონტანური შეტევები, რაც მერაბს, რაც ტეხს მის მეტოქეებს, ეს აუცილებელია, ოღონდ ეს შეტევები უნდა იყოს შენიღბული. შენიღბული პირველ რიგში ცრუ მოძრაობებით, ფეიქებით, რაც ძალიან უყვარს. კორის სხვადასხვა ამ ხრივ საკმაოდ გვანან ერთმანეთს, იმიტომ რომ მერაბსაც უყვარს ძალიან ბევრი მოძრაობა, ძალიან ბევრი ფეიქ მოძრაობა, ანუ ცრუ ჩვენება მისი მივარდნების და ძალიან ხშირად ეს ძალიან აბნევს მეტოქეებს, იმიტომ რომ ზოგჯერ მეჩვენება, რომ თავად მერაბმაც არის ის, რომელი მისი ასე დაწყებული მოძრაობა იქნება ცრუ, აღმოჩნდება ცრუ და რომელი მართლა ასე ვთქვათ ტრანსფორმირდება შეტევაში. შესაბამისად მეტოქეებიც ამას ვერ კითხულობენ ვერანაირად. ხო და აი ეს ცრუ მოძრაობებით შენიღბული შესრულები აუცილებელია, რომ შენიღბოს ეს შესრულები და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ძალიან გამოადგება მერაბს, რომ უსაფრთხოდ შეუტიოს და თავი აიდიდოს აი ავანტურული შემოქმედზე ავანტურული დარტყმებისგან. ზემოთ ვისაუბრე სისუსტეებში, ძალიან ხალხი მნიშვნელოვანი სისუსტე კორის სენთინგენის აქვს ის, რომ დარტყმის დროს ერთეული დარტყმებს აკეთებს ყოველთვის. დარტყმის, ასე ვთქვათ, შემდეგ რაღაც ნახევარწამი არის, აი თითქოს კიდურისგან დაბრუნდება ადგილზე, არის ძალიან მოწყვლადი.
და ამ დროს ის არ არის მზად, არ არის შემთხვევით დატყვევისთვის. აი ამ დროს უნდა შეუტიოს. ჩემი აზრით კარგი იქნება, მე რა ვიტყვი, დაელოდება აი ნებისმიერ გამოსროლაზე, გაისროლა კორი ეგრევე უნდა მივარდეს შეტევაში. ნუ შეტევაში, იმიტომ ამბობ, რომ შეტევა მერაბის შეტევები ვიცი სტანდარტულად არის ან დარტყმები, ან შევარდა ტეიქდაუნზე, ან ორივე, დარტყმა და ტეიქდაუნი. ეს ჩვეულებრივად სასურველია აი ეს შეტევები აკეთებს აი ამ დროს. კორის, ასე ვთქვათ, გასროლის საპასუხოდ. ახლა ეს სხვადასხვა ამ მხრივ კორი უკვე გაშიფრული ყავთ ორჯერ. ნუ მე რაც ვნახე ორჯერ ყოველ შემთხვევაში. უმარ მოგომედოებთან კორის ენთგენის ბრძოლას თუ ნახავთ, თუ მოიძიებთ და კიდევ ნახავთ, დააგვირდით. პირველ ორ რაუნდში სხვადასხვა კორი არ იყო ცუდი. ცუდი კი არა, მინიმუმ არ წაუგია პირველი ორი რაუნდი პირველი განსაკუთრებით კორის. აი მეორე რაუნდის ბოლოსკენ უკვე გაშიფრა ის უმარმა, სწორედ აი ეს გაუშიფრა უმარმა და თუ დააკვირდებით ამ ბრძოლას, აი მეორე რაუნდის ბოლოდან დაწყებული უმარი აკეთებს მხოლოდ და იგივეს. ელოდება კორი როგორც იეც გაისვრის, ეგრევე 2-3-იან კომბინაციას უბრუნდებს. ეგრევე უბრუნდებს. გაიქნია კორი, მეგრევე 2-3-იანი კომბინაცია. ან ტანში აფეხ შევარდა ტეიქდაუნი. ანუ კომბინაცია ან ტეიქდაუნი. ყველა კორის გასროლაზე ეს ასე უბრუნდებოდა მყისიერად უმარ ნურმაგომედოვი. იგივე საკეთებდა დაახლოებით პიოტრ იანიც სხვადასხვა, სადაც ასევე პირველ რაუნდში ძალიან კარგი იყო იქ. სენთეგენი ვერ ვიტყვით, რომ პირველ რაუნდში აჯობა პიოტრ იანმაო, მაგრამ მეორე რაუნდის შუიდან იანმაც გაშიფრა და ზუსტად იგივე საკეთებდა, ელოდებოდა ნებისმიერ როგორც კორი გაიქნევდა მისკენ ხელს ან მით უმეტეს ფეხს, მაშინ ეუბრუნებდა დარტყმას ან დარტყმებს პიოტრ იანთან უფრო ძლიერ სხვადასხვა განსხვავებით კორისგან იანს დამაზიანებელი დარტყმები აქვს საკმაოდ და საბოლოო ჯამში ამით დაჯაბნა პიოტრ იანმა კორის ენთგენი. აი ეს იყო მოკლედ ორი სიტყვით, რომ შევაჯამოთ. მე ვისურვებდი, რომ მე რამა დაიწყოს დისტანციიდან მოძრაობა, ბევრი ცრუ მოძრაობით, ბევრი ლოუ-კიკებით, შეტევები აი თავის სტილში არაპროგნოზირებადი, არ წამოიღოს არავითარ შემთხვევაში კორის პროვოცირებას, თავისი თამაში ითამაშოს. შენიღბული ამ ფეიქ ცრუ მოძრაობებით, შენიღბული შევარდებით და განსაკუთრებით შევარდებისთვის გამოიყენოს აი ეს ეპიზოდები, როდესაც კორი გაისვრის, აი გასროლის შემდეგვე და ვფიქრობ ძალიან მალე გატყდება კორი. გატყდება გულისხმობ იმას, რომ კორი მიხვდება, რომ გაშიფრულია და უკვე ასე ვთქვათ, მის მჭიდეში შეიძლება ითქვას, რომ იარაღი უკვე აღარ ექნება ფიზიკურად. ერთადერთი იარაღი კორის რაც აქვს, მერაბის წინააღმდეგ მართლა ერთადერთი. ეს არის შემხედრზე, როდესაც თუ მერაბი წავიდა, დაუფიქრებულად ჩახვდა დისტანცია, ფრინავი მუხლით ძალიან ხშირად იყენებს. ეს მარტო ფრენკი ედგართან ბრძოლას ნუ გაიხსენებთ. აბსოლუტურად ყველა ბრძოლაში რამდენჯერმე ცდილობს ამას, როდესაც მეტოქი ახლოს მიდის, პირდაპირ ვერტიკალურად ხდება, ძალიან სწრაფად, მაგრატელად მოძრაობით მუხს იქნევს ზემოთ. ძალიან ხშირად არტყავს, სხვადასხვა რა ჩვენ გვახსოვს გათიშვილი, გვახსოვს ფრენკი ედგარი, მაგრამ ნუ ძალიან ხშირად მოუთხია მეტოქების, უბრალოდ ყოველთვის არ ითიშებიან. მოკლედ ამ მეთოდით ჩემი აზრით თუ მანამდე არ გატყდა კორის ენთგენი, სადაც მესამე რაუნდის შემდეგ უკვე შეუძლია მერაბს უკვე პრესზეც გადავიდეს, თუმცა ჩენელდება კორის ენთგენი და უფრო მეტად ინტენსიურად შეუტიოს. აი ეს არის ჩემი მოსაზრება, თუმცა მეორე მხრივ მერაბის მწვრთნელმა დაგვიანონსა, რომ ჩვენ ნახავთ ამ ბრძოლაში ახალ მერაბს, სხვა მერაბს. ნუ მე არ ვიცი, ახალი მერაბი არ მინახავს, ჯერ ძველი ტრადიციული მერაბი რაც მინახავს, იქიდან გამომდინარე და მისი უნარებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, გამიჩნდა ეს მოსაზრებები. რა თქმა უნდა, თუ ახალი მერაბი იქნება სხვა განსხვავებული იარაღებით, ასხმული და სხვა მეთოდებით და ბევრად უფრო ეფექტურად და თუ არაეფექტურად არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სხვა მეთოდებით თუ დაამარცხებს კორის ენთგენს, არც ამაზე არ გვექნება რა თქმა უნდა პრობლემა. კიდევ ერთხელ წარმატებები მერაბს, თქვენ დიდი მადლობა იმისთვის, რომ მომისმინეთ და დაბელოდოთ ქართული მანქანის ახალი გამარჯვება უნდა ვიხილოთ სულ მალე. აბა კარგად.